სხვა საქმეების შემთხვევებშიც დღეს საქალაქო სასამართლო ოლიგარქიული რეჟიმის პოლიტიკური შურისძიების ინსტრუმენტად არის გადაქცეული. მორიგის ხდომა იმართება დღეს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ალეკო ელისაშვილის საქმეზე, რომელსაც ქართული ოცნების მხარდამჭერზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან. შეგახსენებთ, რომ ალი ბაბაევმა ელისაშვილს ქუჩაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მას პროვოკაცია მოუწყო, რასაც ყოფილი დეპუტატის მხრიდან ძალადობა ფიზიკური რეაქცია მოჰყვა, რაც გამოძიებამ ძალადობის ეპიზოდად შეაფასა და ბრალი ამ საქმეზე წაუყენა. გრძელდება სხვა სისხლის სამართლის საქმეების განხილვაც, რომელთა შესახებ უკვე დეტალურად ქეთა ციცქიშვილი მოგუყვება საქალაქო სასამართლოდან. დიახმეშა პირველ რიგში დავიწყოთ ალეკო ელისაშვილის საქმის განხილვით, რომელზეც პროცესი მიმდინარეობს უკვე საქალაქო სასამართლოში. დღეს ხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ დარბაზში, იმის მიუხედავად, რომ ელისაშვილი და მისი ადვოკატი ამტკიცებენ, რომ თავდაპირველად ალი ბაბაევისგან იყო სწორედ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამას მოჰყვა. შემდეგ უკვე ეს ჩხუბი, რა თქმა უნდა, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს პროკურატურა და სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური ნიშნით დაესხა თავს ალი ბაბაევს და სწორედ ამ მუხლით ასამართლებს პოლიტიკოს. სხდომა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, რა თქმა უნდა, ალეკო ელისაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის ბრალს არ აღიარებს, ასევე ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ არ უნდა იქნეს დაშვებული მტკიცებულებად პროკურატურის მიერ წარდგენილი კონკრეტული დოკუმენტები, თუმცა რა თქმა უნდა, სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და შესაბამისად უნდა ველოდოთ, რომ დღეს სხდომის დასრულების შემდეგ ყველა ის მტკიცებულება, რომელსაც პროკურატურა წარადგენს, იქნება საქმეზე დართული. რეჟიმი და მისი ეს მსახურის რაღაც დუქანი, სადაც ახლა ვართ, აბსოლუტურად დაცლილი სიმართლისგან და სამართლიანობისგან, არის ეს გადასული ძალადობაზე და ამის მონაწილეები ვართ ყველანი. მე მედავებიან, ქუჩაში კაცმა შემაგინა და შემოუწყე. ვიღაცა გაუგებარი კაცი არის, ალი ბაბაევი და მაგის მიმართ პოლიტიკური დევნაა და გახარია პრემიერ-მინისტრი იყო, კაცი მოკლეს ცემაში და ცემის მუხლით აღუძრას ბრალი. ანუ ის პოლიტიკური დევნაა და ეს ცემაა, ხო და ესეთ რა ჩაპიტოში ვარ მოსული. იმ ბრალდების დასტურებელ, რომელიც ელისაშვილს არ წაგებული, არავითარ მტკიცებულება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. არა აქვს პროკურატურა შეფასებული ესეთ მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც არის თვითონ დაზარალებული, ეგრეთ წოდებული დაზარალებულის ქმედება ალეკო ელისაშვილის მიმართ. არ აქვს შეფასებული ესეთ საკითხი, რომელიც როგორც არის დაკავების დროს ძალადობის მდგომარეობა და საერთოდ ეს საქმე შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს. საქმეში არის მტკიცებულებები, რომლებიც გონირული ოცნება სტანდარტით ადასტურებს, რომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ჩადენილი არის დანაშაული, რა თქმა უნდა, გვაქვს მოგოთინი, რომ სასამართლო არსებითად განსაკუთრებულად გადასცემს სასამართლოს არის როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე დაზარალებულის ჩვენება და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ვიდეო ჩანაწერი, სადაც სრულყოფილად საწყისი ეტაპიდან დასრულებამდე ასახული არის ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ძალადობის ფაქტი. როგორც გითხარით, ალეკო ელისაშვილის პროცესი დაახლოებით 1 საათია დაიწყო, თუმცა ეს ერთადერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოში იმართება. ასევე სულ ცოტა ხანში დაიწყება პროცესი ნიკა კაციას საქმეზე, ასევე დღეს არის ჩანიშნული გიორგი ახობაძის საქმის განხილვაც. წინა სასამართლო სხდომა 12 საათზე უნდა დაიწყოს წესი ჟურნალისტ ნიკა კაციას საქმის განხილვა და მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობა, თუმცა ჯერჯერობით არ დაწყებულა ეს პროცესი, თუმცა რა თქმა უნდა, აქ საქალაქო სასამართლოში უკვე არიან კაციას ოჯახის წევრები, ადვოკატები, მეგობრები, რომლებიც რა თქმა უნდა პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის მაგალითი, კიდევ ერთი საქმე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ის, რასაც ედავება სახელმწიფო ბრალდება ნიკა კაციას და ეს არის ნარკოტიკების, დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვა, ეს ნივთიერებები რა თქმა უნდა არის ჩადებული, იმიტომ რომ ნიკა კაცია ამ ნივთიერებას არ ფლობდა და რამდენიმე სიტყვით გავესაუბრები ლაშა კაციას, ნიკა კაციას ძმას, რომელიც არის უკვე საქალაქო სასამართლოში. ლაშა, კიდევ ერთხელ რომ შეგვიფასო ის ყველაფერი, რაც ხდება შენი ძმის საქმეზე ამ შემთხვევაში. ჩემი ძმის საქმეზე მე ვფიქრობ, მე მგონი დღევანდელმა ძალოვანმა სტრუქტურამ პროკურატურამ თუ ვისაც ეხება ეს საქმე, არ ვიცი, ეხა დაიწყეს ამ სახის შეკერვა, იმიტომ რომ იმდენი ახალი გარემოება გვაქვს, რომელსაც გზა და გზა ამატებენ და ამატებენ იმისთვის, რომ რეალურად ჩვენ შეგვიშალონ ხელი გამოძიებაში. თვითონ არაფერს არ იძიებენ, ამას ხაზს გაუსმევ. ჩვენ ოჯახის წევრები, ადვოკატი, ნაცნობები ვცდილობთ მტკიცებულებების მოპოვებას, მოწმეების მოძევნას, რასაც არაფერს არ აკმაყოფილებს სასამართლო. მაგალითად ვიპოვეთ ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე, რომელიც ტაქსის ძღოლი, რომელთაც გადაადგილდებოდა და გაიტაცეს ნიკუშა. ჩვენ გვაქვს ამ ტაქსის მოძრაობის რუკა გვაქვს გამოთხოვილი. აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაცია გვაქვს.
ტაქსის მძღოლიც ადასტურებს იმას, რომ მისი მანქანით მოხდა ნიკუშას გადაცემა და სასამართლო მის დაკითხვაზე აცხადებს უარს. მაგალითად ვიტყვი კიდევ ერთს, რომ პროკურატურას ბრალდებაში უწერია, რომ ნიკა იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, როცა შეუვიდათ მათ ინფორმაცია და მისი ჯიბიდან ამოიღეს 14 გრამი კოკაინი. პირველ რიგში ჩვენ რაც გავაკეთეთ იყო რომ მოვითხოვეთ პურტკის ექსპერტიზაზე გაგზავნა გვინდოდა და ეს პურტკა ნიკუშასი რომ გამოგვიტანეს არ იყო შეფუთული როგორც მტკიცებულება. შესაბამისად განვაცხადეთ უარი ამ კურტკის წამოღებაზე. ეხლა ხდება ისე რომ 13 რიცხვში ახალი ჩანაწერი ხდება საქმეში რომ არა ის რომ პაკეტებში ეყარა ნაფსხვენები ეყარა კიდე კურტკაში და 14-ში რეკავენ რომ კურტკა არ მიგაქვთო რა ქვია დასაღებათო ანუ გამზადებული არისო და ხო აი რანაირად როცა ერთადერთი თუ ამბობ რომ ამ კურტკაში იდო ნარკოტიკული საშუალება რანაირად გააკეთე ისე რომ დალუქული არ ქონდა ეს კურტკა ისევე როგორც კიდე სხვა ბევრი რაღაცა უბრალოდ კიდე ველოდები ამ პროცესს მაინტერესებს უბრალოდ რა მოხდება დღეს შემდეგ აბსოლუტურად გავასაჯაროებ სახელით და გვარებით ყველა მოწმეს თავისი პროკურორით მოსამართლიანად და ისევე როგორც ჩემი ძმის აბსოლუტურად ყველა დაკავებული საქმეში ფიქრობ ერთ რაღაცას რომ არც ეს მოსამართლეები არც ის ძალოვნები ვინც ეს საქმეები დაგეგმეს და შეკერეს არ უნდა დარჩნენ დაუშელები და ისინი უნდა წარდგნენ ნამდვილი და სამართლიანი სასამართლოს წინაშე და არა ისეთი როგორც დღეს გვაქვს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ეს ყველაფერი რაზეც ახლა ლაშაკაცია მისაუბრა სწორედ იმას მიუთითებს, რომ ეს საქმეები არის შეკერილი და შესაბამისად არანაირი კავშირი არ აქვს როგორც ნიკა კაციას, ასევე სხვა შემთხვევებში სისხლის სამართალთან ამ საქმეებში და ეს არის ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით მოტივირებული, უნდათ რომ დააშინონ ადამიანები, რომლებიც უკვე 2 თვე არის ქუჩაში დგანან და ითხოვენ რომ რუსული ეგრეთ წოდებული მთავრობა მოშორდეს საქართველოს და სწორედ ამიტომ რა თქმა უნდა ყველა ასეთ საქმეზე თუ ადმინისტრაციულ საქმეებზე აქ მოდიან პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ გისოსებს მიღმა მყოფ ადამიანებს, მაგალითად სულ ცოტა ხნის წინ სასამართლოში მოვიდა ზურა ჯაფარიძე, რომელმაც სწორედ ასეთ საქმეებზე ისაუბრა. და კონვეიერა გახსნილი ნებისმიერ შევლე მოვიდეს და ნახოს რა ხდება დღეს სასამართლოს კორიდორებში და არა მარტო დარბაზებში მართლა კონვეიერა გახსნილი ადამიანებს მასიურად აჯარიმებენ ეხლა მეზობლები შემოხდნენ სრულად შემთხვევით ქუჩის გადაკეტისთვის წერენ ჯარიმებს ადმინისტრაციულზე მაშინ ადამიანებს აქვს მტკიცებულები რომ არანაირი ქუჩა არ გადაკეტია და გადაკეტილ ქუჩაზე არიან მისულები მაგრამ არავის ეგ არ აინტერესებს სადაც პოლიციელები იწყებენ მოსამართლე იგოს დასტურებს უბაო და აქ არის მათ შორის სისხლის საქმეები სადაც ორი ჩვენი მეგობარია გიორგი ახობაძე ახაკაცია რომელსაც ნარკოტიკები ჩაუდეს ისეთ ადგილას სადაც არცეთი კამერა არ მუშაობდა და ისეთმა პოლიციელებმა რომელსაც სამკადე კამერები ეკეთათ მაგრამ არცეთი კამერა არ მუშაობდა ცხადია რომ დაფიქსირებული იყო სინამდვილეების ფაქტი. ალბათ სულ ცოტა ხანში დასრულდება ალეკო ელისაშვილის საქმის განხილვა, იმიტომ რომ იგივე მოსამართლე იხილავს სწორედ ნიკა კაციას საქმესაც და შესაბამისად ამ ორ საქმეს ერთი მოსამართლე ყავს, ნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული როგორც ელისაშვილის ასევე კაციას საქმეებზე, როგორც გითხარით ორივე შემთხვევაში მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ დღეს პროცესებს.